ორი წლის წინ ინიცირებული და მოგვიანებით შეჩერებული კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგში ბრუნდება. პირველი მოსმენით მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის და კონტროლის ახალ რეგულაციებს ადგენს. იკრძალება პატრონის მხრიდან ძაღლებისა და კატების მიტოვება მსგავს შემთხვევებზე საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესდება. ინიციატივა შინაური ცხოველების ელექტრონული ბაზის შექმნასაც გულისხმობს. ბაზაში დარეგისტრირება სავალდებულო ხდება. კაცრად გაკონტროლდება ვაქცინაციისა და კასტრაციის წესების შესრულებაც. თავის დროზე კანონპროექტის მიმართ ცხოველთა უფლებადამცველებს არაერთი პრეტენზია ჰქონდათ, კონსულტაციების შემდეგ დოკუმენტში გარკვეული კორექტივები შევიდა. ეს პიკო არის. ტასო ლოსაბერიძეს კოკერ სპანიელის გარდა კიდევ 13 ძაღლი ყავს. მათი ნაწილი ქუჩიდან, ზოგიერთი კი თავშესაფრიდან აიყვანა. ამბობს, რომ ყველა მათგანი რეგისტრირებულია. ასევე ჩატარებული აქვს სტერილიზაცია, კასტრაცია. ტასო ლოსაბერიძე ფიქრობს, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უახლოეს პერიოდში უნდა დაამტკიცოს, დადებითად იმოქმედებს როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობაზე. მიუსაფარი ცხოველები არ უნდა იყვნენ ქუჩაში, იმიტომ რომ მათთვისვე არის ცუდი, რადგან უმეტეს შემთხვევაში უწევთ თავის გადარჩენისთვის ბრძოლა. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს ეს ცხოველების უპატრონო ცხოველების რაოდენობა, რადგან მე როგორც მოყვარულს ძალიან მიცოდებიან და გული შემტკივა მათზე. ქვეყანაში 350,000-მდე მიუსაფარი ძაღლია. მიმდინარეობს მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, თუმცა ცხოველების უკონტროლო გამრავლების შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის. უკონტროლო გამრავლებით კი საფრთხე ექმნება არა მხოლოდ თავად შინაურ ბინადრებს, არამედ მოქალაქეებსაც. სწორედ ამ სფეროს დარეგულირებაა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მიზანი, რომლის ძირითადი პრინციპები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია პითაძემ განმარტა. მისი თქმით, რეგულაცია ითვალისწინებს ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, რომელშიც დარეგისტრირება მეპატრონეებისთვის სავალდებულო იქნება. მათ უნდა დაარეგისტრირონ ცხოველები ჩიპისა და საჭდის გამოყენებით, რაც მაია პითაძის განმარტებით მიკვლევადობას უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით კანონის შესაძლოა უახლოეს დღეებში, ანა სექტემბერში იქნას მიღებული. მიღების მომენტიდან კი აითვლება ის 6 თვიანი ვადა, რომელშიც მეპატრონეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. დაახლოებით მომდევნო წლის დასაწყისიდან მოგვიწევს ჩვენი შინაური ცხოველის ჩიპირება, ან ჩიპის გადამოწმება და იდენტიფიკაცია რეგისტრაციის ერთიან მონაცემთა ბაზაში შეყვანა. მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში ვიზიტის განხორციელებით ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენ ცხოველს მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთანავე კანონი ითვალისწინებს გარდა მუნიციპალური წვდომისა და რეგისტრაციისა, რეგისტრაციის შესაძლებლობას სხვადასხვა დაწესებულებაში, ეს იქნება კერძო თავშესაფარი თუ ვეტერინარული კლინიკა, საკმაოდ სოლიდური იქნება ჯარიმა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის. კანონპროექტის განსაზღვრულია 1500 ლარი. კანონის ამოქმედების შემდეგ ცხოველის მოვლის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე სოლიდური სანქციები ამოქმედდება. ის მეპატრონები, რომლებიც შინაურ ცხოველზე უარს იტყვიან და ქუჩაში დატოვებენ, 5,000 ლარის დაჯარიმდებიან. იურიდიულ პირისთვის კი ასეთ ქმედებაზე 10,000 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. ამასთან შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა პატრონობის წესების დარღვევაზე ჯარიმა ამჟამინდელი 8 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ კანონის შედეგებს მოსახლეობა მისი ამოქმედებიდან უკვე 2-3 წელიწადში დაინახავს. ძალიან ხშირია განსაკუთრებით ქალაქებში, როდესაც ჯიშიანი ძაღლების ჯერ შეძენა ძვირადღირებული ძაღლების და შემდეგ ქუჩაში და ხდება, რაც ხდება მერე მათი გაავიანება, დასნეულება, დაკბენა და ასე შემდეგ. მე როგორც აბოდენივე ძაღლის პატრონი შეგვიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი საზრუნავია და ამაში მთელი ოჯახი ვართ ჩართული და ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ის პირობა და ის კანონი, რასაც გვავალდებულობს, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ შევასრულოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ცხოველების კასტრაცია, სტერილიზაცია სავალდებულო გახდება. ვალდებულების შეუსრულებლობაზე 1500 ლარიანი ჯარიმა იმოქმედებს. გამრავლების უფლება კი მხოლოდ რეგისტრირებულ საშენს ექნება. მთავრობას კანონპროექტით ასევე ერთი სიახლეა, ეს არის მთავრობის ახალი უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და მორატორიუმი გამოაცხადოს გარკვეული ტიპის ძაღლების გამრავლებაზე საერთოდ. ეს შეიძლება იყოს მომეტებული საფრთხის მქონე ძაღლები და ასევე ის ძაღლები, რომელთა ჰიპერპოპულაცია დღეს საქართველოში შეიმჩნევა. კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიით მუნიციპალიტეტებისთვის თავშესაფრები
სახლების დამატებითი მშენებლობა სავალდებულო აღარ არის. იმ შემთხვევაში, თუმე პატრონა შინაური ცხოველის მოვლას ვერ უზრუნველყოფს, შეუძლია ჩააბაროს თავშესაფარში გაჩუქების მიზნით. კიდევ ერთი საკითხი, რაც რეგულირების ქვეშ მოქცევას საჭიროებს კინოლოგია. ცვლილების მიხედვით განათლების სამინისტროს დაევალება კინოლოგიის პროგრამას შექმნას, თუმცა ეს ვალდებულება კანონის ამოქმედებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შევაძალში. კანონმდებლების მიზანია კანონის ამოქმედებიდან 8-10 წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მიუსაფარი ძაღლები და კატები აღარ იყვნენ.